იცოდი, რომ კაბელზე დატანილი ინფორმაციით შეგიძლია გაიგო ზუსტად რა პროდუქციას ყიდულობ, თუ იცი მისი სწორად წაკითხვა. კაბელის მარკირება, ანუ მის ზედაპირზე დატანილი ასოებისა და ციფრების კომბინაცია პროდუქტის მნიშვნელოვან მახასიათებლებს გვეუბნება. როგორიც არის კაბელის კონსტრუქცია, ნომინალური ძაბვა, გამოყენებული მასალები და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში ამ ორი კაბელის მაგალითზე გასწავლით, როგორ წაიკითხოთ კაბელის მარკირება სწორად. მოდი დავიწყოთ სამონტაჟო კაბელით. H-ი პირველი ასო მიგვანიშნებს, რომ კაბელი დამზადებულია ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტის შესაბამისად. 0.5 გვეუბნება, რომ კაბელის მაქსიმალური დასაშვები ძაბვა შეადგენს 500 ვოლტს. მომდევნო ორი ასო აღნიშნავს კაბელის იზოლაციისა და გარსაცმის მასალას. ამ შემთხვევაში 2V გვეუბნება, რომ იზოლაციას და გარსაცმის პოლივინილ ქლორიდისგან არის დამზადებული. H2 აღნიშნავს, რომ კაბელი არის ბრტყელი, U ასო კი აღნიშნავს, რომ კაბელის დგამტარი ძარღვები არის ხისტი, ანუ ერთმავთულიანი. ხოლო ამ კაბელის შემთხვევაში N ასო გვეუბნება, რომ კაბელი დამზადებულია და შემოწმებულია გერმანული VDE სტანდარტის შესაბამისად. A აღნიშნავს, რომ კაბელის დგამტარი ძარღვი არის ალუმინის. მომდევნო ორი ასო კი გვეუბნება, რომ კაბელის გარსაცმი და იზოლაცია დამზადებულია პოლივინილ ქლორიდისგან. გახსოვდეს, რომ არასწორად შერჩეულმა კაბელმა შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, დაზიანება და გაზარდოს ხანძრის გაჩენის რისკი. კაბელზე დატანილი მარკირების წაკითხვის ცოდნა კი კაბელის სწორად შერჩევაში დაგეხმარება. გამოიწერეთ საკაბელის არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები.